მე ვდგავარ იმ ადგილზე, რაც ოდესღაც ოკეანის ფსკერი იყო, დღეს კი ოკეანე გამშრალია და ყველა ოკეანური დიუნა მოშიშვლებულია. მაგრამ თუ დიუნებში გაისეირნებ, ჯერ კიდევ შეგიძლია იპოვო გაქვავებული ნაშთები იმ არსებებისა, რომლებიც სწორედ აქ დაიღუპნენ. ასე რომ, ეხლა გავივლი აქ და ვნახავ, რა საინტერესო რამებს ვიპოვი, რომლებიც ოკეანის ფსკერზეა გამოჩენილი. როცა ჩემი მოგზაურობა დავიწყე, პირველი რამ რაც დავინახე, ცოტა საეჭვოდ გამოიყურება მება, მაგრამ ის არ არის ის, რაც გონიათ. ეს სინამდვილეში კაშალოტის კბილია, რომელიც 10 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ გაქვავდა. შემდეგ მივედი რაღაცა სრულიად წარმოუდგენელთან, ბეწვიანი მარტორქის კბილთან, რომელიც ჩვენი ბოლო გამყინვარების პერიოდს ეკუთვნის. ეს მარტორქის კბილი მილიონ წელზე მეტისაა. ამის შემდეგ ვიპოვე მეგალოდონის კბილები. უბრალოდ ქვებზე მჯდომარე, კიდევ რაღაცა ძალიან მაგარი შემიშნე. პატარა ხევში ზღვის კუის ნაშთები იყო და მისი ჯავშნის ფირფიტები აქეთ-იქით იყო მიმოფანტული. როგორც ჩანს, მისი ჩონჩხი ერთ-ერთ გროვაში ეროზიამ გამოავლინა და მისი ძვლები ყველგან მიმოფანტულია. ყველგან კუის ძვლის ნაჭრებია. როგორც ჩანს, ეს კუ ალბათ 100 ფუნტი იქნებოდა. არ ვაპირებ ზედმეტად შევაწუხო. იქ დავტოვებ, სადაც არის. ბოლო მაგარი ჩონჩხი, რომელსაც სავაწყდი, კიდევ ერთი კაშალოტის ნაშთები იყო. ორი ხერხემალი გვერდი ვიპოვე. ასე